ჩვენი აფრიკაში მოგზაურობის დღე მეათე. ისევ ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე ვარ და ენდი სათევზაო წასასვლელად ემზადება. მაღაზიაში ვარ ჩამოსული, რომ იყიდოს ყველაფერი, რაც მას დასჭირდება. ანკესები ნახეთ. მეც მინდა წავიდე ენდისთან ერთად სათევზაოდ, მაგრამ არ შემიძლია, იმიტომ რომ გემით მგზავრობას ვერ ვიტან. გემით კი არა, სატრანსპორტო საშუალებაში ცუდად ხვდები და თქვენ ხო წარმოგიდგენიათ ოკეანის ამხელა ტალღები რა დღეში ჩამაგდებს. ერთხელ გამოვცადე და მას მერე ოკეანისკენ გახედვა არ მინდა. აბა ვნახოთ რა მოგვიტანა. This is everybody's fish. Oh, I caught this one. what is the name? This is a mussel cracker. Ah, it's the same. It's the same, yeah. Cool. I don't know which ones. I caught 4 fish, but I think I threw all other 3 back, if I remember correctly. Why? They were too small. Yeah, he's a red ramen. Mussel cracker. Mussel cracker. Those 2 mussel crackers. Soldier. Yeah, it's dag, soldier. Soldier. This is a soldier. Yeah. This is dag. What is the thing? Yes, it's soldier. Red ramen. Big eye. Mussel cracker. ენდის მეგობრის ოჯახში ვიმყოფებით და დიასახლისი იწყებს თევზის გასუფთავებას. ეს უკვე გასუფთავებული. გასასუფთავებლად ემზადებიან ჩვენი დიდი თევზებიც. თითო თევზი დაახლოებით 6 კილომდე იქნება. ამხელა ძალა ჭირდება. კაცებს არ დააცადა თევზის გასუფთავება. როგორც ჩანს ძალიან სიამოვნებს. ასეთი ყოჩაღი ქალი მე არ მინახავს. ხანდახან გონია ხოლმე რომ შემთხვევით არის ქალად დაბადებული. აი ასეთია ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე ცხოვრება. ყოველ კვირა დაყვება მეუღლეს სათევზაოდ და შემდგომ კი როგორც ნახეთ თევზის გასუფთავებას თავის თავზე იღებს. ის ღორისთვის ყოფილა მეგობრებო, ღორი შეჭამს თუ ამას არ ასუფთავებს. თევზი გაასუფთავა, დაჭრა და ახლა შესაძლოა დამზადებს ჩვენთვის. Potato fries. Yeah. Okay. აი ამ ყველაფერს ხელთათმანების გარეშე რომ აკეთებს არ მომწონს, მაგრამ სხვა რა გზა მაქვს, სტუმარი ვარ. აი ასე გამოიყურება ჩვენი ოკეანის შემწვარი თევზი. ახლა ლიმონს მოვაწურავთ ზემოდან და გემრიელად მივირთმევთ. Is it good? Amazing. მე და მიას ძალიან გვიყვარს თევზი. შეგვიძლია ყოველდღე მივირთვათ. She can catch him? No.
Clean it, cook it. ასეთი იყო ჩვენი ერთი დღე ოკეანის სანაპიროზე. მე ახლა გემრიელად უნდა მივირთვა. თქვენ კი შემდეგ ვლოგამდე გემშვიდობებით მიყვარხართ.